მოგესალმებით ყველას, ჩემო მეგობრებო, ვიდეო ლესონზე. მე ვარ მიშო. დღეს მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეიძლება დავამატოთ სასურველი სიმღერები ისეთ კარგ საიტზე, ქართულ მუსიკალურ საიტზე უკაცრავად, როგორც არის Fanchi. ეს არის შესანიშნავი ქართული მუსიკალური საიტი, სადაც განთავსებულია 200.000-მდე სიმღერა, დაახლოებით 260.000-მდე. პირველ რიგში შევდივართ საიტზე, თუ არა ვართ დარეგისტრირებული, გავდივართ რეგისტრაციას, ან შევდივართ Facebook-ით. თუ ვართ დარეგისტრირებული, უბრალოდ ავტორიზაციას გავდივართ, ასე ვთქვათ, ამ საიტზე. ამის შემდეგ ვაწევით მუსიკის ატვირთვა. შემდეგ ვაწევით edit files. ამის შემდეგ ვირჩევთ სასურველ სიმღერებს და ვაწევით opens. შემდეგ კი ვაწევით upload. ველოდებით რამოდენიმე წამი. საკმაოდ სწრაფად ხდება აქ სიმღერების ატვირთვა. ესეც ასე მეგობრებო, როგორც ხედავთ, სიმღერები აიტვირთა, შევსებულია ყველა ველი, მაგრამ შესაძლებელია ზოგიერთ სიმღერაზე არ იყოს შევსებული სათაური, შემსრულებელი და ალბომი. აქ თქვენ ავტომატურად, ანუ ხელით მოგიწევთ ჩაწერა, მაგალითად, სათაურში თუ რა სიმღერაა, შემსრულებელში თუ ვინ მღერის და ალბომში, რომელი ალბომიდანაა ესა თუ ის სიმღერა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ არ იცოდეთ ალბომი, ეს არ არის ძალიან დიდი კატასტროფა. აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერ რამ, რაც თქვენ გსურთ. ამის შემდეგ აირჩიოთ ჟანრი. რადგანაც მე ხალ ასე ვთქვათ სხვადასხვა სიმღერას ვთქვი, ანუ სხვადასხვა ჟანრისას ვირჩევ ჟანრს აზერ, იმიტომ რომ აქ არის სულიად სხვადასხვა ჟანრის სიმღერები, ხოლო თუ თქვენ ირჩევთ მაგალითად რაიმე როკ ჯგუფის ან რომელიმე პოპ მომღერალის ყველა სიმღერა, თქვენ უნდა მიუთითოთ კონკრეტული ასე ვთქვათ ჟანრი, რა ჟანრისაც არის სიმღერები. ამის შემდეგ უბრალოდ დავაწევით გამოქვეყნება და შემდეგ close window. ამის შემდეგ დავარესტარტოთ ჩვენი გვერდი Fanchi-ს მთავარი და როგორც ხედავთ ჩვენი ხუთი სიმღერა, რომელიც ახლა ხანს ავტვირთეთ, ავტომატურად პირდაპირ გამოქვეყნდა, ესე იგი ძირითად გვერდზე. დღეისათვის სულ ეს იყო, ჩემო მეგობრო, თქვენთვის უნდა დამესწავლებინა. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, დაწერეთ კომენტარებში, ან მომწერეთ Skype-ში. მიშო 1027